ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ვახოსანაიას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ხელბურტილები სულ ცოტა ხნის წინ დაადეს. შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ამ დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, როდესაც ადამიანი Facebook-ზე დაწერილი პოსტისა და სტატუსის გამო გაუშვეს ციხეში და ეს აღმოჩნდა ისევ კრიტიკული მედიის წარმომადგენელი. ვახოსანაიამ გააკეთა მედიასთან კომენტარი მანამ სანამ ის მოთავსდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ავტომობილში. თქვა, რომ არ აქვს მისთვის არსებითი მნიშვნელობა, იქნება ეს პატიმრობა, იქნება ჯარიმა თუ სხვა რომელიმე ზომა მიღებული ქართული ოცნების პირობებში, მისთვის აუცილებლად არაფერი არ იცვლება ამ ყველაფრით. დაანონსა ისიც, რომ როდესაც დატოვებს იზოლატორს, ისევ გააგრძელებს იმ შინაარსის პოსტების წერას, რა შინაარსის პოსტებსაც აქამდე წერდა, მან დაკავების შესახებ, უბრალოდ ამ პატიმრობის შესახებ, როგორც კი შეიტყო, მაშინვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სტატუსი და ამით დაუდესტურა ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ დააჩვენა, რომ პატიმრობა იქნება ეს ჯარიმა თუ სხვა რომელიმე ზომა, არც მასზე და არც უფრო დასავლურად განწყობილ საზოგადოებაზე არ მოქმედებს. თბილისის სახელმწიფოს მიერ გამოტანილია დადგმულება, სადაც თქვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 171 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით შეგეფართოთ ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. გასაგებია თქვენთვის ეს ხო დადუქებული. ეს ყველაფერი რატო? როცა მოგდანდი? ვახო, რა სკოლა? იზოლატორში მიყავ. ვახო, რა სკოლა? ბატონებო, რომელი იზოლატორში მიყავ? ვიხარით შეიძლება. რომელი იზოლატორში მიყავ? ვითხარი რა მისანაც აგიყვანე. აბა რა გითხრა? დიახ, თბილისში თბილისში. ის გადაკეტვაზე დამაპატიმრეს წინა ჯერზე, ასევე ამ ეგრეთ წოდებული სამმართველოს შექმნამდეც სტატუსების გამო დამაჯარიმეს, ახლა ამის წინ დამაჯარიმეს ასევე სტატუსების გამო და ახლა პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რას დაწერენ. აი ამ თავის გადაწყვეტილებებში ჯარიმას, პატიმრობა აბსოლუტურად სულ ერთია. მე იქიდან გამოვალ ისევ გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოთქმას. გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდებით. ტყუილად აქვს ამის ილუზია. თუ რეაგირება არ გვექნება, გამოდის, რომ მონობას ვაწერთ ხელს. ელენა ხოშტარია უკვე გამოეხმაურა ვახოსანაიას იზოლატორში გადაყვანას, როგორც დაპატიმრებული პოლიტიკოსი ქალი, დროას ლიდერი ამბობს ამ ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც მან საგანგებოდ გამოაგზავნა ციხიდან. აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, აუცილებელია დაუმორჩილებლობა, რა თქმა უნდა, დემოკრატიული გამოხატვის ფარგლების თვალსაზრისით და აუცილებელია მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდისათვის იმის ჩვენება და იმის დემონსტრირება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დასავლურად განწყობილი საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომლის დათმობასაც ეს ხალხი არაპირებს. პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვახოსანაიას, რომელიც გამორჩეულია ნამდვილად საკუთარი შეუპოვრობით, სრული მხარდაჭერა მის ოჯახს, საგანგაშო რაც დღეს ხდება, პირველ რიგში არის ის, რომ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, მიდგნენ ფორმულას, მიდგნენ პირველს კავკასიას და ჟურნალისტებს უშუალოდ ინდივიდუალურად და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის ბოლომდე გაფორმებას ნიშნავდეს, ეს ერთი, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია. ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. დაუკვირდით ამას. ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. ამაზე ჩვენ თუ რეაქცია არ გვექნება. ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეწყვეტვა არის ადამიანის მკვლელობა და არის საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება თუ ჩვენ ამას გავატარებთ და თუ ჩვენ ამას შევეგუებით. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლოა, რომ ახო იქნება ციხეში დაწონებული ვარ ის მხოლოდ იამაყებს ამითი, ჩვენც ვიამაყებთ ამითი, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ და მოვიმოქმედოთ, ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ვანახოთ, რომ სიტყვის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ.
ვახოსანაიას პოსტების სერიის მთავარი პერსონაჟები არიან ლადო ბოჟაძე და შალვა პაპუაშვილი. ბოლო პოსტით რის გამოც ის გაატარებს 2 კვირას საპატიმროში, იზოლატორში, სწორედ ამ ადამიანებთან დაკავშირებით დაწერა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი რაკურსი, წერის სტილი იყო შეცვლილი, საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ ამ ადამიანებისათვის არ ეგინებინათ. სწორედ ეს კითხვა დაუსვით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლებელია ვერბალურად ვახოსანაია თავად ამ კონკრეტული პოსტით შეურაცხყოფას არ აყენებდა ადამიანებს, თუმცა გვიმტკიცებს, რომ ეს იყო ირონიით დაწერილი პოსტი და შეიძლება ითქვას კონტექსტუალური თვალსაზრისით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმის გადაწყვეტილება, რომ ამ შინაარსის პოსტის გამო სანაია გაიშვა 2 კვირით იზოლატორში. განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ვახტანგ სანაიას მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფის ფაქტზე. შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს ხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოკრთან დაკავშირებით. ეს რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხყოფელი გამოხატვისაგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც რეალურად იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა მის გავრცელებას. ბადრე შუბლაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანდრია ჯაღმაიძეს და იგი ცნობილი იქნა სამართალდამღვევად და სახელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სამმართველო, რომელიც დაარსებისთანავე საზოგადოებამ სქროლვას ქრინვის სამმართველოდ მონათლა, უკვე გააქტიურებულია. პირველი ადამიანიც არის მათ ანგარიშზე პატიმრობის თვალსაზრისით. ეს არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ვახოსანაია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განმარტა. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ ამ პოსტების წერას აქვს განგრძობითი ხასიათი, რომ სანაია არ ჩერდება და იმეორებს კიდევ მსგავსი ტიპის პოსტების გამოქვეყნებას და გარდა ამისა თქვეს ისიც, რომ მან არ გადაიხადა ჯარიმები. ამ საკითხსა, ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გამოხმაურებები არსებობს დასავლეთის მხრიდანაც. ყველა ერთხმად გმობს ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ეს არის დიქტატურის ცალსახანიშნები და იმის გამოხატვა და იმის დემონსტრირება, რომ ქართული ოცნება უკვე ადამიანებს კრიტიკული აზრის გამოხატვის გამოდასდევს.